მშვიდობისა BMG-ის პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა. მე ჟურნალისტი ლიკა მეკუთვნიშვილი ვარ და მომდევნო არასრული 1 საათის განმავლობაში საინტერესო სტუმრებთან ერთად საქმიან ამბებს გაგიზიარებთ. რა თემები გაერთიანდება ჩვენს დღევანდელ ეთერში? ვნახოთ მოკლე ანონსი ამის შესახებ და პირდაპირ ეთერში უკვე სტუმართან ერთად გიბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში. საქმიან კვირას და ხუთშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ის გამორჩეულ ტელეპროექტში 6 ნოემბერს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ მარიამ ჭარხალაშვილს და ანის სუარიძეს. ნიკორწმინდაში მდებარე საოჯახო სასტუმრომ არტ რაჭამ განსხვავებული კონცეფციით სტუმრების მასპინძლობა 2023 წელს დაიწყო და საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესებაც მოიპოვა. სასტუმროში შეხვდებით სახელოვნებო სივრცეს გალერეას, სადაც მასპინძელის ნამუშევრების გარდა წარმოდგენილია ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების ნამუშევრებიც. როგორ განვითარდა სასტუმროს გახსნის იდეა და როგორია სამომავლო გეგმები ქალების ნარატივის სტუმარი არტ რაჭის თანადამფუძნებელი მარიამ ჭარხალაშვილი იქნება. ყაზბეგი გაზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით აქტიურია. სწორედ ამიტომ გადაცემაში ზაფხულის სეზონი უნდა მიმოვიხილოთ. დაახლოებით 1 წელია ამ ლამაზ მხარეში სასტუმრო ყაზბეგი in cottage-ს ფუნქციონირებს, რომელიც სტუმრებს დასვენების გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობს. რა სიახლეებით შეხვდა ობიექტი გაზაფხულის სეზონს და ზოგადად როგორი იყო ოპერირების პირველი წელი. შეიცვალა თუ არა დამსვენებლების გეოგრაფია. თემაზე ქალების ნარატივში ყაზბეგი in cottage-ის დამფუძნებელი ანის სუარიძე ისაუბრებს. სიახლეებით ქალი მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიები. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ის პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილს სტუმარ მასპინძლობის თემით ვაგრძელებთ და რაჭაში ვინაცვლებთ საოჯახო სასტუმრო არტ რაჭა უნდა გაგაცნოთ, რომელიც 2023 წლიდან ოპერირებს. ეს არის საოჯახო სასტუმრო, რომელიც გამორჩეულია თავის ნიშითა და ხელწერით და ოპერირებიდან მალევე ამით დიდი ყურადღებაც მიიპყრო. როგორ ავითარებს სასტუმრო რაჭული სტუმარ მასპინძლობის ტრადიციას და რას თავაზობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორებს? კიდევ უფრო ვრცლად და დეტალურად არტ რაჭის თანადამფუძნებელი მარიამ ჭარხალაშვილი მოგვიყვება, რომელიც გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის და მე მახსოვს, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდა არტ რაჭა, მაშინ ვიყავით ჩვენთან და ვაცნობდით საქმიან მაყურებელს თქვენს ისტორიას და ასე ვთქვათ ოპერირების პირველ ასე ვთქვათ ნაბიჯებს და ისტორიას, მაგრამ ახლა მინდა რომ უკვე შევაჯამოთ ეს 2 წელი და აქცენტი გქონდეს მიმდინარე ზაფხულის სეზონზე და ამით დავიწყოთ და გავხსნათ ჩვენი საუბარი. როგორ იყო, რა მონაგარი წამოიყოლა უკვე საშემოდგომოდ არტ რაჭამ ზაფხულის სეზონი რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა თქვენთვის? გამარჯობა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაგვიხარეთ და რომ ისევ დაინტერესდით ჩვენი სივრცით. წლევანდელ სეზონს რაც შეეხება, აღსანიშნავი არის, რომ წინა წლებისგან შედარებით დაახლოებით 50%-ით გაიზარდა ჩვენი სტუმრების რაოდენობა, რადგან 2023 წელს გავიხსენით და პირველი 2 წელი ორიენტირებული ვიყავით უფრო სტუმრების მოზიდვაზე და ინფორმაციის გავრცელებაზე ჩვენს სასტუმროსთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ წელს მივიღეთ უკვე ის შედეგი, რასაც ველოდით. ნუ სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც. რა იყო ის შედეგი, რასაც ელოდით და რაც პრინციპში რიცხვებშიც გამყარდა შედეგები? ყოველთვის რა თქმა უნდა, უფრო მეტი სტუმარი არის ხოლმე სასურველი და ვფიქრობ, ზოგადად არა მარტო ნიკორწმინდას, არამედ რაჭას შეუძლია, რომ მეტ სტუმარს უმასპინძლოს. რამდენი ადამიანის განთავსება შეგეძლიათ და დატვირთულობაც რას აჩვენებდა ამ პერიოდში? დაახლოებით სასტუმრო გათვლილი არის 14-დან 18 სტუმრამდე. სტუმრისთვის არის მოწყობილი, გვაქვს 5 ნომერი, 2, 3 და 4 საწოლიანი ნომრები და აგვისტოს სეზონი იყო ყველაზე აქტიური და მოთხოვნადი. აგვისტო სხვა შორის ბევრმა აღნიშნა, რომ რაღაცა წლევანდელი აგვისტო რაჭისთვის იყო გამორჩეული. ეს სრულად და ერთმნიშვნელოვნად არის ფესტივალების ეფექტი თუ რაღაცა სხვა მხრიდანაც იგრძენით ინტერესი, თუნდაც უცხოელი ვიზიტორების ნაკადიდან გამომდინარე? დიახ, კადრს მიღმა ვისაუბრებთ ზუსტად ამ ფესტივალების მნიშვნელობაზე და აგვისტოში ჩატარდა მუსიკალური ფესტივალი, ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი და ასევე გემოფესტი და ამ ფესტივალების პერიოდში საკმაოდ დიდი იყო სტუმრობის მხრიდან
მოთხოვნა იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორები. და სხვა თვეებს თუ გადავხედავთ, შედარებით ნაკლები ნაკადი იყო მაინც და ვფიქრობ, რომ ასეთი PR კამპანიების თუ ფესტივალების ჩატარება საკმაოდ მნიშვნელოვანი არის რეგიონის განვითარებისთვის. თუმცა ვსაუბრობთ მარიამ ერთ თვეზე, ხო? რეალურად ეს ერთი თვე რამდენ თვეს აკომპენსირებს? აი აგვისტოს შემოსავალ, იმიტომ რომ რაჭა სამწუხაროდ არ არის, ჯერჯერობით ვერ არის უფრო სწორად 4 სეზონიანი ტურისტული დესტინაცია, ხო? დიახ, დაახლოებით ალბათ 3 თვეზე თუ გადანაწილდება. ჩვენთან სეზონი იწყება მაისის ბოლოდან, უკვე ვიწყებთ ხოლმე სტუმრების მიღებას და ოქტომბრის ბოლომდე, ნოემბრის დასაწყისამდე, შუა პერიოდამდე არის ხოლმე, იმიტომ რომ საკმაოდ ლამაზი არის და სურათების გადასაღებად ხშირად ჩამოდიან და აღნიშნავენ, რომ რეალური სამყაროდან ზღაპრულ სამყაროში მოხვდნენ და ცოტა ხნით მაინც ამ ყოველდღიურ რუტინას გამოეთიშებიან ხოლმე და გვიხარია. და ვფიქრობ, რომ ზამთარშიც შესაძლებელი არის, რომ ტურისტები მივიღოთ რაჭაში, ნიკორწმინდაშიც, არა მარტო ჩვენთან, არამედ ნებისმიერ სოფელში და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება 4-ვე სეზონზე აქცენტის გაკეთება. ამაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად გამწვევების ნაწილში, მაგრამ მინდა რომ ეს თემა ამოვწუროთ და ტურისტების გეოგრაფია აი პროპორციაში როგორ ნაწილდებოდა ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებზე. დიახ. ამასთან დაკავშირებითაც სტატისტიკას გადავხედეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომელი მიმართულებები გავაქტიუროთ ხოლმე, რეკლამები რომელ სეგმენტზე გავუშვათ და ამიტომ წინა წელს თუ სტუმრების 60% წარმოადგენდა უცხოელებს, წელს უკვე ეს საგრძნობლად შემცირებული იყო და 30% შეადგინა დაახლოებით. თუმცა ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილი იყო წინა წელთან შედარებით. რა რაოდენობით დაახლოებით? დაახლოებით 70%-ით, 60-70%-ით ალბათ შემიძლია ვთქვა, რომ იყო გაზრდილი. ეს ვარდნა რას უკავშირდება? თქვენ როგორ ფიქრობთ ამ პირადი კომუნიკაცია თუ გქონიათ თქვათ უკვე არსებულ და ძველ სტუმრებთან, რომ რატომ აღარ ჩამოდიან, ვისი რაოდენობა განახებდა? ეს არის სრულად ევროპელი ტურისტი? კი, ძირითადად ჩვენთან ევროპელი სტუმრები არიან ჩვენ წარმომადგენლები, რომლებიც სტუმრობენ ხშირად. შარშან მაგალითად ამერიკიდანაც გვყავდნენ სტუმრები, მაგრამ წელს უკვე ნაკლებად და ევროპელ სტუმრებთან კომუნიკაცია გვაქვს მას შემდეგაც, რაც მიდიან ხოლმე ჩვენ და იმიტომ რომ ძალიან მეგობრდებით, რადგან შინაური ოჯახური გარემო გვაქვს და ტურიზმის სფერო ალბათ ყველაზე ისეთი მგრძნობიარე სფერო არის მაინც, საიდანაც ამინდიდან დაწყებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით გაგრძელებული ყველაფერი ახდენს გავლენას. ნამდვილად და ამანაც იქონია ალბათ პრინციპში სტუმარმასპინძლობის სექტორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ჩვენ თუ სხვა ეთერებში ხშირად საუბრობენ რომ რაღაცა ეს მიმდინარე პროცესები გავლენა სპოვებს შემდეგ უკვე მათ ქცევაზე ვიზიტორების და აქედან გამომდინარეც აღნიშნავენ რომ კარგავს თითქოს საქართველოს ევროპელ ტურისტს, რაც ძალიან სამწუხაროა, თუნდაც აი რაჭის მაგალითზე გამომდინარე იქიდან რომ დიდი წილი დატვირთულობის მოდიოდა როგორც თქვენ აღნიშნეთ სწორედ დასავლურ ბაზრებზე, ევროპელ სტუმრებს. აი ეხა მიდის საუბარი რომ მათ შორის გააქტიურდა ინდოეთის ბაზარი, ჩინეთის ბაზარი, ზოგადად აზიური მხარე და აი შეიძლება რაღაცა ღირებულებაში გვაქვს აცდენა ევროპელ ტურისტთან შედარებით აზიური ბაზრების ჭრილში, მაგრამ რაოდენობაში აკომპენსირებს ასეთი მოსაზრებებიც მოგვისმენი. აი რაჭის შემთხვევაში თუ არის ეს რეალობა, რომ აზიურმა ბაზარმა შეიძლება რომ ჩაანაცვლოს ევროპელი ტურისტი. ჩვენ შემთხვევაში პირადად ჩემი გამოცდილებიდან რომ ვისაუბრო, ჩვენ აზიელი სტუმრები ნაკლებად გვყავს, კი არა და ფაქტობრივად არის გვყავს. უფრო ევროპელ სტუმრებზე გვქონდა ხოლმე ყოველთვის აქცენტი, თავად გვპოულობდნენ ძირითადად ბუკინგის მეშვეობით და ამერიკელი სტუმრები გვყავდა. აზიელ სტუმრებთან ჯერჯერობით შეხება არ გქონია. ქართველების გააქტიურება რას უკავშირდება? ალბათ ვფიქრობ, მაინც ეს ფესტივალები და ის კამპანიები, რაც იგეგმება ხოლმე, თუნდაც სასტუმროების მხრიდან საკმაოდ დადებით როლს ასრულებს. მაგალითად, ჩვენს გქონდა ერთ-ერთი კამპანია, იმოგზაურე წამოყვევი არტრაჭიდან და შემდეგ გქონდა სხვადასხვა ლოკაციები, მაგალითად, წამოყვევი არტრაჭიდან შარეულოს დაბადებამდე ან წამოყვევი არტრაჭიდან ცხრაჯვარამდე, რაც საკმაოდ ესა ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს, აიტაცეს, აზიარებდნენ, ჩართული იყვნენ და არც ერთი უარყოფითი კომენტარი არ მოყოლია ამას.
რამდენად მუშაობს ეს კამპანიები რეალურად? აი რიცხვებში რამდენად ითარგმნება მათი ეფექტიანობა? საკმაოდ დადებითად, რადგან რამდენიმე სტუმარი სწორედ ამ ვიდეოების მეშვეობითაც მოვიდა ჩვენთან და გვითხრეს, რომ აქედან გავიგეთ თქვენ შესახება, რაც ძალიან სასიამოვნო თვალსასვენი იყო. ამის მიღმა ვიცი, რომ კიდევ გქონდათ არაერთი აქტივობა წლის განმავლობაში. რაზე ფოკუსირდით ძირითადად ამ ჭრილში და აი ამასაც როგორ გეგმავთ ხოლმე? რაღაცა იკვლევთ რა ინტერესებს თუ ასე ვთქვათ თქვენ ქმნით ამ ინს და მე მოყვებიან. როგორ არის იცით, თავდაპირველად ჩვენ ვთავაზობდით გარკვეულ მასტერ-კლასებს ან სხვადასხვა აქტივობებს და შემდეგ უკვე ეს ორმხრივი გახდა, იმიტომ რომ მათი უკავშირი და ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მაგალითად, სხვადასხვა სახის მასტერ-კლასებს ვთავაზობთ, გვქონდა წელს ფოტოგრაფიის მასტერ-კლასი, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული. თბილისიდან ვიწვევთ სხვადასხვა არტისტებს, დამწყებთ უკვე გამოცდილ და ცნობილ შემოქმედ ადამიანებს და ასევე გვქონდა ფერწერის მასტერ-კლასებიც. და თავად ერთვებიან, ასევე ადგილობრივებსაც აქვთ საშუალება, რომ ჩაერთონ. უბრალოდ შეზღუდული ვართ ხოლმე რაოდენობაში სტუმრების და წინასწარ რეგისტრაციას ვთხოვთ ხოლმე მათ. ეს არის მხოლოდ თქვენი სტუმრებისთვის თუ მათ შორის გარეშე პირსაც შეუძლია რომ ჩაერთოს რაღაცა გარკვეული თანხის საფასურის გადახდით. კი, შესაძლებელი არის. აი ზუსტად რაოდენობა როგორც იქნება ხოლმე განსაზღვრული, ჩვენთვის პრიორიტეტული არის რომ სტუმრებიდან თუ აქვთ სურვილი პირველ რიგში სტუმრებს მივაწოდოთ ინფორმაცია და შემდეგ ადგილობის რაოდენობა ხელმისაწვდომი თუ გვაქვს, აუცილებლად სხვებსაც ვთავაზობთ ხოლმე რომ ჩაერთონ, იმიტომ რომ ამ ზღაპ პროგრამაში, როდესაც არიან ხოლმე მხოლოდ სურათების გადაღებით, ესე რაღაც სასიამოვნო არის, თუმცა ვერ აკმაყოფილებთ მხოლოდ ეს და როდესაც შემოქმედებითად შენი ხელით გადმოსამ ამ ყველაფერს ფურცელზე თუ ტილოზე უფრო ემოციური არის ხოლმე შემდეგ გასახსენებელი. რამდენად დიდია ინტერესი? იგივე ვთქვათ სხვა მოგზაურების მხრიდან, რომლებიც საერთოდ შეიძლება არც იყვნენ არტ-რაჭას დამსვენებლები. კი, საკმაოდ დიდი არის, რადგან გასართობი თუ სხვადასხვა აქტივობები იმდენად ბევრი არ არის რაჭაში და ამიტომ ვთვლი, რომ სახელოვნებო მიმართულებით საკმაოდ საინტერესო ცენტრი გახდა არტ-რაჭა ნიკორწმინდაში და არა მხოლოდ ნიკორწმინდაში. კი ბატონო, აი ქართველობის თემაც მინდა რომ ამოვწყუროთ, სხვათა შორის ჩვენთან რაჭის ერთ-ერთი სტუმარ-მასპინძლობის სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ ქართველები რამდენსაც იხდიან და ტოვებენ საბოლოო ჯამში რაჭაში, ვერც ერთი უცხოელი მოგზაური, ანუ წლევანდელი შედეგები ამას აჩვენებდა მათი თვალსაზრისით, აგვისტოს მონაგარი. თქვენ შემთხვევაში რამდენად გადამხდელუნარიან ქართულ ტურისტთან გვაქვს საქმე? დაახლოებით შემიძლია ვთქვა, რომ უცხოელების და ქართველების შემთხვევაში 50-50-ზე დაახლოებით ერთნაირად ნაწილდება, კონკრეტულად ჩვენ მაგალითზე. ეს არის აი ძირითადად თუნდაც უცხოელების შემთხვევაში და ქართველების შემთხვევაში ეს არის სასტუმროში განთავსება თუ მათ შორის აი სრულ პაკეტს ყიდულობენ რაღაც კვება, იგივე საუზმე, ვახშამი, სხვა აქტივობები და ასე შემდეგ. ანუ ეს ვითვლით როგორც ერთი ღამის საფასური თუ მათ შორის სხვა ბენეფიტები და თამდები აქტივობებიც არის მოთხოვნილი. საკმაოდ განსხვავდება ჩვენი სტუმრების სურვილებზე ვართ ხოლმე ძირითადად მორგებული, თუმცა ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა სერვისებს. ეს იქნება კვებიდან დაწყებული მაგალითად ძირითადად საუზმეზე გვაქვს ხოლმე აქცენტი, ასევე ვორქშოპებით გაგრძელებული და წელს გვქონდა სიახლე თუ მანამდე სტუმრებს მხოლოდ ტურების შედგენაში და სწორად დაგეგმვაში ვეხმარებოდით, ახლა უკვე გამყოლი გიდით გვყავდა წელს და შევთავაზეთ ეს მიმართულებაც. კი ბატონო. მარიამ, ცოტა რომ გავცდეთ არტ-რაჭას, თქვენ ზოგადად სტუმარ-მასპინძლობის სფეროს ჭრილში ჩაატარეთ კვლევა სამეცნიერო ნაშრომი, სამაგისტრო, ხო, როგორც ვიცი. ამ თვალსაზრისით მინდა რომ შედეგები მოვიკითხოთ, რა აჩვენა თქვენმა კვლევამ. პირველ რიგში ტექნიკური დეტალებიც საინტერესოა, რა პერიოდში ჩატარდა და ვინ გამოიკითხა და შემდეგ უკვე გადავიდეთ რა მონაცემები დაგვრჩათ საბოლოოდ. კვლევა ჩატარდა წლის დასაწყისში, რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი ამ კვლევაზე. გამოიკითხნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი რესპონდენტებიც და კვლევა მოიცავდა როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისობრივ ნაწილსაც. გამოიკვეთა, რომ საკომუნიკაციო სტრატეგიებზე მქონდა ძირითადი აქცენტი ტურიზმის ინდუსტრიის საკომუნიკაციო სტრატეგიები საქართველოს მაგალითზე და გამოიკვეთა, რომ საკომუნიკაციო არხები ძირითადად მორგებული არის და ორიენტირებული არის ერთეული რეგიონების
გაშუქებაზე, ასე რომ ვთქვათ და ქართველი და უცხოელი სტუმრების შემთხვევაშიც დაფიქსირდა, რომ სვანეთი, აჭარა განსაკუთრებით ბათუმი, ასევე კახეთი და ყაზბეგის რეგიონები არის ყველაზე აქტიური. და ზუსტად ამას ვფიქრობ, რომ ეს კვლევა დამეხმარებოდა შემდეგ რაჭის მაგალითის განხილვაზეც, რომ ჩემი ბიზნესისთვისაც გამოვიყენებინა ეს სწორად და ჩვენთან ხშირად არის, რომ სვანეთიდან ბათუმში მიმავალი და ბათუმიდან სვანეთში მიმავალი სტუმრები ერთი დღით რჩებიან ნიკორწმინდაში ღამის გასათევად და შემდეგ, როდესაც ვუყვებით ხოლმე, რამდენად ბევრი და მნიშვნელოვანი ადგილი არის მხოლოდ ჩვენ სოფელშიც სანახავი, რამდენად ლამაზი ბუნება არის, ლავირების საშუალება თუ აქვს, ვცდილობენ, რომ ჯავშნები შეცვალონ ხოლმე. და დაამატონ ერთი დღე, მერე კიდევ ერთი დღე, თუ აქვს შესაძლებლობა, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ წინასწარ გქონდეთ ამ რეგიონზე ინფორმაცია, რომ უფრო მოახერხონ წინასწარ დაგეგმვა სწორად თავიანთი ტურის. მარიამ, რამდენი სასტუმრო გამოიკითხა ამ კვლევის ფარგლებში და ის მოიცავდა მხოლოდ ონის მუნიციპალიტეტს თუ მათ შორის ზოგადად რაჭის რეგიონს, იგივე ამბროლაურის მხარესაც? გეტყვით ამასთან დაკავშირებითაც, ძირითადად სტუმრებთან გქონდა კომუნიკაცია ქართველ და უცხოელ ტურისტებთან, ასევე დარგის სპეციალისტებთანაც და სასტუმროებთან ნაკლებად. რამდენი ადამიანი? დაახლოებით 400-მდე ადამიანი იყო ჩართული ამ კვლევაში. თუმცა უცხოელებზე გვინდოდა, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოგვეკითხა და სრული სურათის შესადგენად გადავწყვეტეთ, რომ თვისებრივი კვლევაც ჩაგვეტარებინა და სიღრმისეულ ინტერვიუებზე გავაკეთეთ აქცენტი, როგორც დასავლეთის ქვეყნებზე, ასევე ჩინელი რესპონდენტიც ჰყავდა. ჩინელმა რა? რაჭასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ქონია, ამიტომ აი მარიამ, ამ კვლევის შედეგებით ხა თავარი რაც გამოიკვეთა და რაზეც ხაზი გაუსვით არის ის, რომ რაჭაზე აი როგორც რაღაცა ტურისტულ მიმართულებაზე ნაკლები არის ცნობიერება, მათ შორის უცხოელი ტურისტების მაგალითს. ხო, რა ქმნის ამ რეალობას, როგორ ფიქრობთ და რა არის მთავარი პრობლემა, რაც აფერხებს პრობლემები შეიძლება, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აი ამ რეგიონის ტურისტული პოტენციალი, რა შეიძლება რომ გახდეს და შეიქმნას? მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ინფორმაციის ნაკლებობა არის. რადგან უცხოელების უმეტესობას გაგებულიც კი არ ქონდა რაჭა. არათუ ნიკორწმინდა, არამედ ზოგადად რაჭის რეგიონზე საერთოდ არ ქონია ინფორმაცია. და მათ ვისაც ქონდათ ინფორმაცია, ძირითადად მეგობრებისგან ქონდათ გაგებული, რომლებმაც უკვე იმოგზაურეს აქან ქართველი მეგობრები ყავდათ და დაინტერესებული იყვნენ, იმიტომ რომ აღნიშნავდნენ ყოველთვის იმდენად ემოციურად საუბრობენ რაჭაში მოგზაურებასთან დაკავშირებით და ბედნიერად იხსენებენ, რომ ჩვენც გაგვიჩნდა სურვილი ეს გამოცდილება გაგვეზიარებინაო. ხო, ანუ ინფორმაციული რაღაცნაირად ვაქციოთ 4 სეზონიან კურორტად. კი, აუცილებელი არის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რაჭას აქვს რესურსი, საკმაოდ დიდი რესურსი, რომ 4-ვე სეზონზე უმასპინძლოს სტუმრებს. და მეტი პიარ კამპანიის განხორციელება და საიმიჯო რეკლამების შექმნა, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ განვითარებას. კი ბატონო, რა გეგმები აქვს არტ-რაჭას, დაგვიტოვეთ და ნელ-ნელა ჩვენი დროც. ჩვენი გეგმები ყოველთვის ვცდილობ, რომ მრავალფეროვანი და განსხვავებული სეზონი შევთავაზოთ სტუმრებს. სამომავლოდ გსურს, რომ სახელოვნებო მიმართულების ბანაკიც გავაკეთოთ, ასევე გვინდა ჩავატაროთ ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი, ეს გარკვეულ ლოჯისტიკასთან არის დაკავშირებული და გსურს, რომ სამომავლოდ განვახორციელოთ და დავგეგმოთ და გაფართოების სურვილიც, რა თქმა უნდა, გვაქვს. თუმცა ამ ეტაპზე აქცენტს ვაკეთებთ უკვე არსებული რესურსის განვითარებაზე, ხარისხის შენარჩუნებაზე და კიდევ უფრო გაზრდაზე. წარმატება თქვენ ამ ამბავში და ყველა წამოწყებაში, რაც უკავშირდება არტ-რაჭას და მის განვითარებას. მადლობა. მარიამ ჭარხალაშვილი არტ-რაჭას თანადამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად. სანამ რეკლამაზე გავალთ, კიდევ ერთი საინტერესო თემა უნდა შემოგთავაზოთ, რომელ ქვეყნებშია ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალი. ვნახოთ სიუჟეტი და რეკლამის შემდეგ გიბრუნდებით ასევე სტუმარ მასპინძლობის თემით. ქვეყნების ერთმანეთთან შედარება სხვადასხვა კრიტერიუმებით არის შესაძლებელი. ეკონომიკური ზრდის ტემპი, პოლიტიკური სტაბილურობა, ინოვაციური შესაძლებლობები, მოსახლეობის ბედნიერების დონე. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა ცხოვრების ხარისხის ინდექსის გამოთვლა. აღნიშნული ცდება მთლიანი შიდა პროდუქტის ციფრებს და უფრო ფართო სურათს გვიჩვენებს. რამდენად კომფორტულად, უსაფრთხოდ და სრულფასოვნად ცხოვრობენ ადამიანები კონკრეტულ ქვეყანაში. ცხოვრების ხარისხის ინდექსი ისეთ ფაქტორებს აერთიანებს, როგორიც არის ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომი,
მისაწვდომობა, შემოსავლის დონე, საცხოვრებელი გარემო დაცულობა და თავისუფლება. შედეგად ინდექსი საზოგადოების კეთილდღეობაზე, იმაზე ჰუმანურ და რეალისტურ წარმოდგენას იძლევა, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლები. 2025 წლის ცხოვრების ხარისხის ინდექსი 8 მნიშვნელოვან კრიტერიუმს აერთიანებს. ესენია გადახდის უნარიანობა, დაბინძურების დონე, საცხოვრებელი ფასების შეფარდება შემოსავალთან, ცხოვრების ღირებულება, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, გადაადგილების დრო და კლიმატი. ეს მაჩვენებლები ქმნის ერთიან სურათს თუ როგორ გამოიყურება ყოველდღიური ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში. ცხოვრების ხარისხით მიმდინარე წელს მოწინავე პოზიციაზე ლუქსემბურგია. ქვეყნის მოსახლეობის მაღალი გადახდის უნარიანობა, გამართული ჯანდაცვის სისტემა და დაბალი დაბინძურების მაჩვენებელი შესანიშნავ ბალანსს ქმნის. გადაადგილება სწრაფია, კლიმატი კი ზომიერი და სასიამოვნო. უძრავი ქონება ძვირი, თუმცა ლუქსემბურგში მოსახლეობას მაღალი შემოსავალი აქვს. შესაბამისად, ძვირადღირებული უძრავი ქონება დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ 10 წლის წინ ლუქსემბურგი ცხოვრების ხარისხის ინდექსში საერთოდაც არ ხვდებოდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ლუქსემბურგმა ბოლო 10 წელიწადში მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები განიცადა. ჯანდაცვის სერვისების მაღალი ხარისხით, უსაფრთხოებითა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობით ნიდერლანდები ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ქვეყნის ზომიერი კლიმატი მის სიცოცხლის უნარიანობას ზრდის. ქვეყანა ცხოვრების ხარისხის ინდექსში ბოლო 10 წელია ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები გრძელვადიან შედეგებს იძლევა. ცხოვრების ხარისხის მიხედვით დანია ტრადიციულად ლიდერობს. დანიის მოსახლეობა მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობს. უსაფრთხოება და დაბინძურების დაბალი მაჩვენებელი დანიაში ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. სხვა განვითარებულ მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტის მქონე ქვეყნებთან შედარებით დანიაში ცხოვრება უფრო მეტად ხელმისაწვდომია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სოციალური მოდელი ნამდვილად ამართლებს და მეტიც ის საკმაოდ ძლიერია. წლევანდელი რეიტინგის ყველაზე საინტერესო ფიგურა ომანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ მრავალფეროვნებაში. მისი სწრაფი განვითარება თვალსაჩინოა, რადგან ქვეყანა 10 წლის წინ ცხოვრების ხარისხის ინდექსში საერთოდაც არ ხვდებოდა. წელს კი მოწინავე პოზიციაზე. შვეიცარია საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქვეყანაა და მას არაერთი კვლევა ადასტურებს. მაღალი შემოსავლები, უსაფრთხოება, გამართული ჯანდაცვა და დაბალი დაბინძურების მაჩვენებელი ცხოვრების თითქმის იდეალურ სტანდარტს აყალიბებს. უძრავი ქონების ღირებულების და მაღალი ფასების მიუხედავად მოსახლეობის საერთო კმაყოფილება ძალიან მაღალია. შედეგად ქვეყანა რეიტინგის 5-ს დამსახურებულად ავსებს. გასული ათწლეულის მონაცემები აჩვენებს, რომ ზოგი ქვეყანა შვეიცარია, დანია და ნიდერლანდები მუდმივად ინარჩუნებენ მაღალი ცხოვრების სტანდარტს, სოციალური თანასწორობისა და ძლიერი ეკონომიკის წყალობით. ზოგიერთი კი, მაგალითად, ლუქსემბურგი და ომანი სტაბილურობისა და ინფრასტრუქტურული წინსვლის გამო სწრაფ განვითარებას ახერხებენ. აღნიშნული ხუთეული აჩვენებს, რომ ცხოვრების ხარისხი არ განისაზღვრება მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით, არამედ იგი წარმოადგენს ბალანსს უსაფრთხოებას, ჯანდაცვას, კეთილდღეობასა და გარემო პირობებს შორის. ზამთრის ტურისტული სეზონის მოახლოების კვალდაკვალ მაღალმთიანი კურორტების ბიზნესულად მოკითხვას განვაგრძობთ. ამჯერად ყაზბეგში ვინაცვლებთ და ინკოტეჯს ვუთმობთ. ჩვენ საქმიან ეთერს სასტუმროს ოპერირების ერთწლიან პერიოდს ვაჯამებთ და ცხადია ასევე გვაინტერესებს რა მოლოდინი აქვს ზამთრის სეზონთან დაკავშირებით. ანი სუარიძე, ყაზბეგი ინკოტეჯის დაფუძნებელი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში და თემაზე საუბარს მასთან ერთად განვაგრძობთ. ანი, გამარჯობა. გამარჯობა, მადლობა გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. მადლობა პირიქით თქვენ ჩართულობისთვის და ერთი წელი გავიდა, რაც სრულად დაიწყეთ ოპერირება და მინდა რომ რაღაცნაირად სეზონთან ერთად მიმოვიხილოთ ეს ერთწლიანი პერიოდი. როგორ განვითარდა სასტუმრო და რა აჩვენა რიცხვებში გამყარებული შედეგები ამ ერთწლიანმა პერიოდმა? თავდაპირველად აღნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს კოტეჯის ტიპის სასტუმროები, ანუ მინი კოტეჯები გვაქვს. თავიდან დავიწყეთ, გვქონდა მხოლოდ 2 საძინებლიანი კოტეჯები, შემდგომ ნელ-ნელა გავფართოვდით და ზაფხულში კიდევ დავამატეთ 2 პატარა ზომის ერთსაძინებლიანი კოტეჯი. შესაბამისად, ანუ გამოცდილებაც უფრო ნელ-ნელა მეტი დავაგროვეთ და ნელ-ნელა უფრო მეტად განვითარდით ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში, თუმცა უნდა აღინიშნოთ, რომ 2023 წლიდან შემოვერთდით ამ სფეროს. და შესაბამისად გამოცდილება საკმაოდ დიდი გვაქვს. ანი, როგორი იყო ეს ერთი წელი გულისხმობ ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ადგილობრივი მოგზაურების დინამიკა რასაჩვენებდა და საბოლოო ჯამში რა მონაგარით ხურავს წელს ყაზბეგი ინკოტეჯის?
ამ ეტაპზე უნდა აღნიშნო, რომ არის უკვე შემოდგომა, შესაბამისად ყველაზე ნაკლებ აქტიური სეზონი არის ყაზბეგისთვის. აქტიური სეზონი ყაზბეგში იწყება, გაზაფხული, ზაფხული, ყველაზე დატვირთული არის. საკმაოდ ასე ვთქვათ, დატვირთული სეზონი ქონდა, ბევრი სტუმარი ყავდა, როგორც ადგილობრივი, ასევე ტურისტიც, ანუ უცხოელი. შესაბამისად, ვერ ვიტყოდი, რომ უკმაყოფილო ვართ გასული სეზონის. მოლოდინები ამ ეტაპზე დიდი არის ზამთრის, ახალი წლის პერიოდთან დაკავშირებით, ვინაიდან ნოემბერი და დეკემბრის დასაწყისი შედარებით პასიური არის და შესაბამისად მოლოდინებიც ნაკლები არის. წინა წლიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თუმცა არის ჯავშნები და იმედი მაქვს, არაფერი შეგუშლის ხელს და ყველაფერი კაი. წინასწარი ჯავშნები დაახლოებით რა პერიოდზეა ზამთრის თვალსაზრისით? ზამთარში უკვე დეკემბრის შუა რიცხვებიდან აქტიურად შემოდის ჯავშნები. რაც შეეხება ნოემბერს და დეკემბრის დასაწყისს, უფრო 2-3 დღით ადრე იჯავშნება კოტეჯები და ასე ვთქვათ, ორკვირიანი და სამკვირიანი ერთი თვით ადრე, რომ ხდება ხოლმე სეზონზე დაჯავშნა ან საახალწლო პერიოდზე, ასეთი ჯავშნები უკვე აღარ არის. ეს პასიურ სეზონს გულისხმობ. დანარჩენ შემთხვევაში წინასწარ ვიცით ხოლმე, როგორც წესი 2-3 კვირით ადრე, როგორი მაჩვენებელი გვაქვს 2-3 კვირის შემდეგ. ეს დეკემბერში ვისგან არის ძირითადად ვისელოდებით ეს უცხოელი ვიზიტორები გააქტიურდნენ და დაიჭირეს თადარიგი თუ ქართველები ემზადებიან რაღაც ახალი წლის თუნდაც ყაზბეგში შესახვედრად? ძირითადად ახალ წელზე არის ხოლმე ქართველების ჯავშნები, რადგან ჩვენ გვაქვს კოტეჯები შესაბამისად უნდათ ერთად შეკრება, რაღაცა ჯგუფურად აღნიშვნა ამ დღესასწაულის. თუმცა არის უცხოეთიდანაც უკვე გავიზარდეთ, ბევრი კოტეჯი გვაქვს და შეგვიძლია რომ უკვე ბევრ ადამიანს მომასპინძლოთ, ამიტომ როგორც ქართველების, ასევე უცხოელების ჯავშნებიც გვაქვს. რამდენ ადამიანს შეგიძლიათ და რა რაოდენობას ფარავს კოტეჯების მასშტაბი? საშუალოდ 25-26 ადამიანი შეგვიძლია რომ განვათავსოთ თავისუფლად ამ ეტაპზე. რამდენ კოტეჯში? 5? 5 კოტეჯი გვაქვს. კი ბატონო. ანი, საფასო კატეგორია როგორ განსაზღვრეთ? ეს სრულად მორგებული არის რაღაცა თუნდაც საშუალო სეგმენტზე თუ ხართ უფრო მაღალ სეგმენტზე გათვლილი? ალბათ უფრო საშუალო სეგმენტზე, ანუ სწორედ ამიტომ დავამატეთ სხვადასხვა ტიპის კოტეჯი, სწორედ ამიტომ გვაქვს რომ გვაქვს სხვადასხვა ფასები და შესაბამისად გადახდის უნარიანობაზეც აისახება ეს ყველაფერი, მერყეობს დაახლოებით 200 ლარიდან 600-700 ლარამდე ამ ეტაპზე ერთი კოტეჯის ღირებულება და დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე. ანუ სეზონზე, რა თქმა უნდა, ფასი იზრდება, თუმცა გააჩნია მაინც კიდევ მოთხოვნას, ან მოთხოვნის შესაბამისად ფასებს ყოველთვის ვცვლით ხოლმე. ეხლა დეკემბერში დაახლოებით რა მაჩვენებლით შეიძლება რომ გაძვირდეს? თუ დეკემბრისთვის დეკემბერშივე დავიწყებთ დაჯავშნას და არა წინასწარ. დეკემბრისთვის არა, წინასწარ დაახლოებით 2 კვირით ადრე უკვე გათვლილი გვაქვს ხოლმე, გაწერილი გვაქვს ფასები დეკემბრის, ანუ სეზონის ახალი წლის ფასებს გულისხმობ. აი რაც შეეხება ახლანდელ ფასებზე გეტყვით მაშინ, დაახლოებით 200-დან 500 ლარამდე გვაქვს ერთი კოტეჯის ღირებულება ნოემბერი დეკემბრის შუა რიცხვებამდე. ეს მოიცავს განთავსებას თუ მათ შორის საუზმეც შედის? არა, განთავსება და სრულად აღჭურვილია კოტეჯი აბსოლუტურად ყველაფრით, მათ შორის საერთხილ მანქანებიც კი გვაქვს აბაზანებში, აბსოლუტურად ყველაფერი. მხოლოდ ყვება არ შედის ამ ფასში. ამ სერვისსაც თუ სთავაზობ თანი, თუ სურვილისამებრ იყო, რომ მაგალითად ყვება, არ ვიცი, სხვა შეიძლება აქტივობაც, ან რაღაცა ტურის თვალსაზრისით დაჭირდეს დაგეგმა და ასე შემდეგ. აი, რამდენად ხართ ჩართული მათ შორის ამ მიმართულებითაც? ყველანაირად ჩართულები ვართ, გარდა ყვებისა, ვინაიდან ანუ ამ ეტაპზე ეს მომსახურება არ გვაქვს. არის იზოლირებული კოტეჯები, ან ძალიან ისე თქვა პირადი სივრცე ხდება სტუმრისთვის, როდესაც ის ამ კოტეჯში შედის, შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გამიჯნულები ვიყოთ დამსვენებლისგან, მხოლოდ მათ საჭიროებებზე, ანუ რაც იქნება თქვა ცხენების ტური შეიძლება იყოს, თქვა რაღაც პარაპლანით გაფრენა დაჭირდეთ, ან შესაძლოა დაჭირდეთ კვადროციკლებით გასეირნება, ან შესაძლოა დაჭირდეთ სხვა ტურის დაგეგმა, ყველაფერში ვეხმარებით აბსოლუტურად და ვთავაზობთ კიდეც ამ ყველაფერს. ანი, აი წინასწარი ჯავშნებიდან გამომდინარე და მოლოდინიც პრინციპში წინა წლის პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც მოყვებათ. წლის ბოლოსკენ, უკვე დეკემბრის მიწურულისკენ, როცა გააქტიურდება კიდევ უფრო პროცესი, დაახლოებით რა მაჩვენებელზე ვარაუდობთ გასვლას დატვირთულობის თვალსაზრისით?
წლიური გაინტერესებთ, იმიტომ რომ რეალურად მაისიდან იწყება ყაზბეგში სეზონი და აქტიური არის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე და მაისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე სრული დატვირთვით მუშაობდით ყოველ შემთხვევაში წელს. 100%-იანი დატვირთულობა გქონდათ? დიახ. ძალიან კარგი შედეგია დეკემბერში, აი ნოემბერში უკვე და ნოემბერში და დეკემბრის შუა რიცხვებში ეს დატვირთულობა სადღაც ნახევარზე ჩამოვიდა, თუმცა წინასწარ მაინც ვერ გეტყვით საბოლოო პასუხს, იმიტომ რომ შეიძლება პირობითად 3-5 კოტეჯიდან 3 იყოს დატვირთული და 2 ცარიელი, მაგრამ იმ დღესვე დაიჯავშნოს და შემოვიდა სტუმარი. ამიტომ ვერ გეუბნებით მაინც ესე გადაწყვეტილება. მოდი ეს რაღაცა მაისიდან ოქტომბრამდე ყველაზე აქტიური მათ შორის აფხულის სეზონიც რომ შევაჯამოთ, დატვირთულობა ვისგან იყო ძირითადად ეს ადგილობრივი მოგზაურები თუ ტურისტები და ესეც საინტერესოა რომელი ბაზრები პოზიციონირებდნენ თქვენ შემთხვევაში. ჩვენ შემთხვევაში ანუ ორივე ანუ ადგილობრივიც და ტურისტიც ძირითადად ჩვენი მომხმარებლები არიან შემოდიან ასე ვთქვათ ტურისტები უფრო მეტად ვიდრე ადგილობრივები ზაფხულის პერიოდში. რომელი ქვეყნებიდან უფრო? ძირითადად დუბაი, ჩინეთი, ისრაელი ასევე ევროპიდანაც საკმაოდ ხშირი არის ზაფხულში, თუმცა ვინაიდან ეს არის კოტეჯები, უფრო უპირატესობას ტურისტებიდან ანიჭებენ ხოლმე დუბაი და ებრაელები ასე ხშირად, რადგან უფრო პირადი სივრცე მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, რომ იყოს გამიჯნული და ცალკე. გვაქვს guest-house-იც, რომელიც დატვირთული არის უფრო მეტად ევროპელი ტურისტით. დაახლოებით, ესე იგი, აზიური ბაზრებია უფრო თქვენთვის საინტერესო ამ შემთხვევაში. ეს რეალობა და ბაზრის მოცემულობა მიიღეთ და ადაპტირდით, თუ თავიდანვე მათ შორის სამიზნე ბაზრები თქვენთვის იყო ეს ბაზრები და არა ევროპა? ყველაზეა გათვლილი აბსოლუტურად, ყველა ტიპის მომხმარებელზე და ადაპტირებულებიც აბსოლუტურად ყველაზე ვართ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი და ყველა დამსვენებელი არის ინდივიდუალური და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება და ძალიან ბევრს ვცდილობთ ხოლმე რომ ეს კარგად გამოგვივიდეს. არ ვიცი როგორ გამოგვიდეს, მაგრამ ჩვენს მაქსიმუმს ვდებთ ხოლმე ამ ყველაფერში, რომ ყველასთან ადაპტირებულები ვიყოთ. უბრალოდ ესე გამოვიდა, რომ ვინაიდან არის მთაში, არის გამიჯნული ეს კოტეჯები იზოლირებული, ხშირია ხოლმე უფრო, თქვათ, ჯგუფური როცა ჯგუფური ტურია, ჯგუფურად უნდათ დასვენება, ანუ ასეთი დამსვენებელი უფრო მოდის ხოლმე ხშირად კოტეჯებში. მაგიტო აღნიშნა guest-house-ები, რომ მათთვის guest-house-ში უკვე სხვასთან გიწევს ურთიერთობა, ერთ შენობაში გიწევს, გაზიარება გიწევს, თუნდაც სამზარეულოსი ელემენტარული და არ გაქვს პრობლემა ამ დროს და ძირითადად ევროპელი დამსვენებელი guest-house-ში უფრო ყავს ხოლმე. მაგრამ დრო აღარ გვაქვს ძალიან ბევრი და აი ეს ღამის თევის ხანგრძლივობაც როგორ განისაზღვრება ხოლმე თუნდაც აი ამ ბაზრებიდან მოსულ ტურისტებში რას ანიჭებენ უპირატესობას, რამდენი ხანი რჩებიან და რას ითხოვენ? ყაზბეგში 1-2 დღიანი სტუმრები ჩამოდიან, მაქსიმუმი 4-5 დღე და ითხოვენ დათვალიერებას სხვადასხვა, ანუ ვთავაზობთ თუ უკვე თვითონ ტურისტულს არ მოყავს და დაგეგმილი არ აქვს, გაწერილი არ აქვს ტური, აუცილებლად ვეუბნებით რა არის სანახავი და რეალურად ეს დღეები ზუსტად ყოფნით ხოლმე რომ თვლიანად სრულად დაათვალიერონ ყაზბეგი 2-3 დღე მაქსიმუმ თუ თქვათ თრუსოს ხეობაში, ჯუთაში არ გადაწყვეტენ ვიზიტს. ეს თითოეულ დღე ჭირდება. ერთი წუთი გვაქვს დარჩენილი და მინდა რომ მოკლედ შევაჯამოთ გეგმები ახლა საერთკენ აქვს განვითარების გეზი ყაზბეგინ კოტეჯის აღებული. ყოველ წელს რაღაც თვითონ აბიჯით ვითარდებით, გვაქვს გეგმები მომავალი წლისთვისაც, მომავალი სეზონისთვისაც, უბრალოდ არ მინდა დეტალებში ჩავიდე რიგი მიზეზების გამო, თუმცა გვინდა რომ უფრო მეტად ადაპტირებულები ვიყოთ და უფრო მეტად კომფორტული იყოს ჩვენთან სტუმრისთვის დროის გატარება და ნახოთ არ ვიცი რა იქნება. მაგრამ ხო, ჩვენ წარსულს თუ გადავხედავთ, ყოველ წელს ახალ რაღაცას ვაკეთებთ და იმედი ასე გავაგრძელებთ. წარმატება მიზნის მისაღწევაზე ყველა გეგმის სათანადო დათქმულ დროში განხორციელება და კარგი ეფექტიანი უკვე ზამთრის სეზონი თქვენს ანგარიშზე. ანი სუარიძე, ყაზბეგინ კოტეჯის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად, სანამ დაგემშვიდობებოდეთ კიდევ ერთი ვიდეო ისტორია უნდა ვნახოთ იმის შესახებ, თუ რა კავშირი აქვს მანგოს დამფუძნებლის სიკვდილთან მისივე შვილს. ჩვენ კი ერთმანეთს ხვალ შევხვდებით, ასეთი იყო დღევანდელი ქალების ნარატივი. ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად გემშვიდობებთ.
ტანისამოსის ესპანური ბრენდის მანგოს დამფუძნებლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი გარემოებები ჩნდება. სასამართლო ახალ ვერსიას განიხილავს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა 71 წლის ბიზნესმენი სულად არ ემსხვერპლა ტრაგიკულ შემთხვევას. ისაკ ანდიკი 10 თვის წინ ლაშქრობისას დაიღუპა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით ბიზნესმენი კატალონიის მთებში კლდიდან გადმოვარდა და უფსკრულში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით ის ლაშქრობაში შვილთან ჯონათან ანდიკთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ ამ გარემოებამ გააჩინა საქმე შეჯობი. პოლიციამ თავიდან სიკვდილი უბედურ შემთხვევად შერაცხა. თუმცა ახლა საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანურმა პოლიციამ და სასამართლომ საქმის გამოძიების სტატუსი შეცვალეს. გამოძიება, რომელიც თავდაპირველად უბედურ შემთხვევას იკვლევდა, შესაძლო მკვლელობის მიმართულებით უნდა გადაკვალიფიცირდეს. მთავარი დეტალი, რამაც ეჭვები გააჩინა ჯონათან ანდიკის ჩვენება გახდათ. ისაკ ანდიკის შვილი სასამართლო მოსმენებზე ორჯერ მიცემულ ჩვენებაში არანთანმიმდევრულობით გამოირჩეოდა. ამან გამომძიებლებში გააჩინა ეჭვი და საქმის მოსამართლემ სექტემბრის ბოლოს ჯონათან ანდიკის სტატუსი მოწმიდან ეჭვმიტანილით შეცვალა. მიზეზი სავარაუდო მკვლელობის დანაშაულია. როგორც ესპანური მედია იუწყება, გარდა არათანმიმდევრული ჩვენებებისა, ეჭვების საფუძველი ისაკ ანდიკის პარტნიორის ესტეფანია კნუთის ჩვენებაც გახდა, რომელმაც მამა-შვილს შორის დაძაბული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. როგორც ცნობილია, ჯონათანი, რომელიც 2012 წელს მამის მემკვიდრედ იყო დასახელებული, კონფლიქტურ ურთიერთობაში იყო მამასთან. მამა-შვილს შორის კონფლიქტი მანგოს მართვას უკავშირდებოდა. 2015 წელს ისაკ ანდიკმა კომპანიის მართვის სადავეები დირექტორების ჯგუფს გადასცა, რომელშიც მისი შვილი ჯონათანიც იყო. მოგვიანებით ისაკ ანდიკმა ჯონათანი დაადანაშაულა იმაში, რომ კომპანიამ არსი და სული დაკარგა და მომხმარებელთა ურთიერთობებს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ამ კონფლიქტის შემდეგ წლებში მანგომ მილიონობით ევროს ზარალი ნახა, რის გამოც ისაკ ანდიკს მმართველობის აღდგენა და კომპანიის ხელახლა ფეხზე დაყენება მოუხდა. საგამოძიებო წყაროების მიხედვით მამა-შვილს შორის ურთიერთობის გაუარესებაში ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ანდიკის პარტნიორი, პროფესიონალი გოლფისტი ესტეფანია კნუთი იყო. თუმცა კონკრეტული დეტალები იმის შესახებ, თუ რა როლი ითამაშა მანამ დაძაბულობაში, საჯაროდ არ გაჟღერებულა. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისაკის პარტნიორმა გამომძიებლებს მამა-შვილს შორის ცუდი ურთიერთობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საქმის გართულება დაიწყო მემკვიდრეობის გამო დავის ფონზეც. ანდიკის გარდაცვალების შემდეგ მისმა პარტნიორმა ესტეფანია კნუთმა განაცხადა, რომ მისი წილი მიღებული ანდერძით არასაკმარისი იყო და ანდიკის შვილებისგან 70 მილიონ ევროზე მეტს ითხოვდა. ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მისი ურთიერთობა ანდიკთან ფაქტობრივ მეუღლეობას უტოლდებოდა, შესაბამისად მას ქვრივის ტოლფასი წილი ეკუთვნოდა. რეალურად კნუთმა გამომძიებლებს 10 წლის წინანდელი დაძაბულობის შესახებ უთხრა. ამან უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯონათანის ჩვენების არათანმიმდევრულობასთან ერთად ეჭვები გააძლიერა და გამოძიება მკვლელობის სავარაუდო ვერსიაზე გადავიდა. ანდიკის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ჯონათანის ბრალეულობას და დაჟინებით ამტკიცებს, რომ ისაკ ანდიკის სიკვდილი ტრაგიკული უბედური შემთხვევა იყო. გამოძიება ახლა ჯონათან ანდიკის მობილურ ტელეფონში არსებულ ინფორმაციას იკვლევს, რათა გარდაცვალების რეალური გარემოებები დადგინდეს. რამდენიმე სიტყვა ვთქვათ ისაკ ანდიკზე, რომელიც ცხოვრების განმავლობაში ესპანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო და Forbes-ის შეფასებით მისი ქონება $4 მილიარდ შეადგენს. ის 1953 წელს თურქეთში ქალაქ სტამბოლში სეფარდების ოჯახში დაიბადა. კატალონიის დედაქალაქში გადასულმა მომავალმა ანტრეპრენიორმა 1980-იან წლებში თურქეთიდან მაისურების იმპორტი დაიწყო. ამ ბიზნესმა ისაკ ანდიკს დაანახა, რომ სულ მალე ესპანეთში და შემდეგ მთელ ევროპაში იაფიან, მაგრამ მოდურ ტანსაცმელზე მოთხოვნა გაიზრდებოდა. რამდენიმე წელიწადში ძმებმა ისაკ და ნაჰმან ანდიკმა მანგო დააფუძნეს. ახლა შექმნილი ბრენდის პირველი მაღაზია ბარსელონაში გაიხსნა, მაგრამ მანგოს ტანსაცმელი იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ სულ მალე ბრენდული მაღაზიები ესპანეთის სხვა ქალაქებსაც მოედო. ისაკ ანდიკმა კომპანიაში ვერტიკალურად ინტეგრირებული ბიზნეს მოდელი დანერგა, რაც ნიშნავს, რომ მანგო ბიზნესის ყველა რგოლს აკონტროლებდა. დიზაინი და წარმოებით დაწყებული, დისტრიბუციით და საცალო გაყიდვებით დამთავრებული. ამ ბიზნეს მოდელმა მანგოს მესვეურებს მოდის სამყაროში არსებული ცვალებადი ტენდენციების აყოლის საშუალება მისცა, რითაც ესპანური ბრენდი ტანსაცმლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად წარმოებელად იქცა მსოფლიოში. დღეს მანგოს სწრაფი მოდის ჭეშმარიტი გიგანტია, რომლის მაღაზიებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მხედავთ. მანგოსთან ერთად ისაკ ანდიკი ესპანეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, ბანკო საბადელის აქციონერი იყო.